კახაკალაძეს ვიწყო თვითონ თუ შეძლებს თვალება ხოვლი რომ რაღაცა ზებრა გადაკვეთოს. 2022 წელს დასრულდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტირება და აი ძალიან დიდი ემოციებით კახაკალაძეს უყვარს ეს ლაივებში პოზიორობა, გამოვიდა და თქვა რომ აი ეს ადგილი არის შიშიმ ადამიანებისთვისაც მისაწვდომიო და ყველაფერი გავაკეთეთ და ნუ საოცრება ხდება ქეთევან დედოფალსო და ჯერეგერთი არ იყო მაგალითად რელიეფური ფილები, რაც გაჩვენებს დაბრკოლებას. ხმოვანი შუქნიშნები იყო ნახევრად დამონტაჟებული, ან უბრალოდ დააყენეს რაღაცები ან საჩვენებლად ფოტოების გადასაღებად. და ნუ მაშინ იყო ზუსტად როცა ვთქვი რომ მეთქი ანუ კახაკალაძეს ვიწყო თვითონ თუ შეძლებს თვალება ხოვლი რომ რაღაცა ზებრა გადაკვეთოს თქო. იარი გაიკეთა სერიოზული მაშინ თვითონაც და მთლიანად მერიამაც რომ აი რაღაცა საოცრება მოახდინეს ქეთევან დედოფლის გამზირზე და მე სულ ვაკვირდები ხოლმე ამის ლაივებს, როდესაც რაღაც ახლად რეაბილიტირებულ ტერიტორიებზე საუბრობს და აღარ ახსენებს შიშიმ პირებისთვის ადაპტირებას მას ვერა, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ძალიან დარწმუნებული ამბობდა რომ იყო ადაპტირებული და აღმოჩნდა რომ არ ყოფილა მე. რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ თითქოს ითვალისწინებდნენ, უწევდათ რომ მოესმინათ, მაგრამ მას შემდეგ რაც 28 ნოემბრიდან დაიწყო პროტესტი, მათ შორის მეც ვიყავი ამ პროტესტში ჩართული. ადამიანი, რომელიც შიშიმ პირთა საკითხებს კურირებდა გიგა სოფრომაძე მერიაში, გამოუშვეს სამსახურიდან ხოლმე მისი პროევროპული განცხადებების გამო. მას შემდეგ უკვე ხვდები რომ აღარაფერს აღარ ისმენენ, იმიტომ რომ აგერ აი სულ ახლახანს დაზიანდა ქეთევან დედოფლის გამზირზე შუქნიშანი. მერე თითქოს გაასწორეს არასწორად, იმიტომ რომ რაღაცა ერთსა და იმავე ადგილზე პირობითად, როდესაც არის ორი მიმართულების შუქნიშანი, აუცილებელი არის რომ სხვადასხვა ხმა ქონდეს, იმიტომ რომ უსინათლო ადამიანი ფაქტობრივად არის აი აბსოლუტურად დამოკიდებული სმენაზე, ანუ უსმენს ყველაფერს, სად მიდის და ასე შემდეგ და ოდნავ ხარვეზიც კი არის უკვე ძალიან დამაზიანებელი. სულ ახლახანს დავბრუნდი ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოდან, სლოვენიიდან და იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ, სხვა თანატოლები, ასე ვთქვათ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქართველი და ეს რაღაც მითხრა, რომ აი რამდენი შიშიმ პირი დავინახავენ, რამდენი შიშიმ პირი არისო ამ სახელმწიფოში. ჩემი პასუხი იყო, ამდენი შიშიმ პირი კი არა, ბევრად მეტი ყავს საქართველოში. უბრალოდ ადამიანები გარეთ ვერ გამოდიან, იმიტომ რომ არ არის მისაწვდომი გარემო, არ არის მათთვის ხელსაყრელი რომ შეძლონ გამოსვლა. ბევრ სხვა საკითხში, მათ შორის განათლების მიღების ნაწილში, ხო, ძალიან ბევრ გამოწვევას ვაწყდებით აქ. მეც ახლა სულ რაღაც წელიწად ნახევარია, რაც დავასრულე უნივერსიტეტი და მართლა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი უნივერსიტეტში. თუმცა საზღვარგარეთ, მაგალითად განათლების მიღების პროცესში და ახლაც მაგალითად მე პირადად საზღვარგარეთის უნივერსიტეტებს რომ ვავსებ, როგორც იუთითებ რომ შენ მაგალითად ხარ შიშიმ პირი და შესაძლოა რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში ისწავლო, ეგრევე გეკონტაქტებიან თითქმის ყველა უნივერსიტეტს ყავს თავისი შიშიმ პირთა ცენტრი, არ კოორდინატორი, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს განათლების მიღების პროცესში გიგვარებს, მათ შორის მასალების მისაწვდომობას, მათ შორის იმას თუ როგორ გადაადგილდე უნივერსიტეტში, ის ელაპარაკება ლექტორებს და ატყობინებს, რომ მასთან უსინათლო სტუდენტი დაждდება და ასე შემდეგ. შესაძლოა ყოველდღე რუსთაველზე ვერ ვიდგეთ ზოგიერთი, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, ყველგან სადაც შეგვიძლია, ჩვენი ხმა უნდა გავაჟღეროთ და უნდა ვთქვათ, რომ არ ვეთანხმებით ასეთ ცხოვრებას.